წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში მდებარეობს ინწრას ჩანჩქერი. ხავსით დაფარულ კლდეზე წყალი 30 მეტრის სიმაღლიდან ეშვება. ჩანჩქერის სათავეში მდინარე ინწრასთან ზღვის დონიდან 1800 მეტრზე სუბალპური ზონაა. აქ ძევს ერთი საოცარი ლოდი, სახელად ქუაქანცალია. 4 საყრდენი წერტილიდან ერთი ყოველთვის ჰაერში აქვს. ხელის ოდნავი დაწოლით 12 ტონიანი ქვა ქანაობას იწყებს. სამეგრელოში კანიონინგის განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის მდინარე ხობისწყლის შენაკადები, რომლებიც კლდეებიდან ულამაზესი ჩანჩქერების სახით ჩამოედინება და ხობის წყალს უერთდება. შურუბუმუს მღვიმე ჩხოროწყუს რაიონში მდებარეობს. ახასიათებს მიწისქვეშა ტბების განმუხტვა გაზაფხულსა და შემოდგომაზე, რაც ულამაზეს სანახაობას ქმნის. მღვიმის უმეტესი მონაკვეთი ჯერ კიდევ შეუსწავლელია და მეცნიერებისათვის საინტერესო კვლევის ობიექტს წარმოადგენს. მთიანი სამეგრელოს მშვენებაა ზღვის დონიდან 2650 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ჭითაგვალა შტობავარჩხილი, ეგრეთ წოდებული ვერცხლის ტბა. ტბიდან სათავეს იღებს მდინარე მაგანე, რომელიც იქვე ახლოს ულამაზეს ჩანჩქერს ქმნის. 100 მეტრით დაბალ სიმაღლეზე მდებარეობს ტბა ცაშკიბულის შტობავარჩხილი. ტბასთან მისასვლელი გზის 2 კილომეტრი მყინვარზე გადის. შედარებით მომცრო ზომის დიდღალის ტობა ყველაზე მაღალ ადგილას, ზღვის დონიდან 2680 მეტრზე მდებარეობს. ტბაზე ყინული მხოლოდ ივლისსა და აგვისტოში ლღვება და ტბის სრულად დანახვაც მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი. მდინარე აბაშა 50-70 მეტრის სიღრმის დაახლოებით კილომეტრიან ულამაზეს კანიონს ქმნის. გოჭკადილის კანიონის სიგანე სულ რაღაც 5-6 მეტრია. ადგილი, სადაც მდინარე აბაშა მდინარე ტეხურას უერთდება, ადგილობრივი არისტოკრატების დადიანების საბანაო ადგილი იყო და ამჟამად ტურისტების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია. ტბები არა მარტო სამეგრელოს მთებში, არამედ დაბლობებშიც გვხვდება. სოფელ ხეთასთან მდებარე ტბა პაპანწყვილი კარსტული ტბაა. მოცულობით ყველაზე დიდია ქალაქ ფოთთან ახლოს მდებარე პალიასტომის ტბა, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ იგი ზღვის დონიდან ოდნავ დაბლა მდებარეობს. ტბა წვიმის წყლითა და შენაკადებით საზრდოობს. იგი მდინარე კაპარჭინას სათავეა. წყლის დონე გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე მაღლა, ზამთარში კი დაბლა იწევს. ზამთარში ტბის სანაპირო იყინება. ტბა კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ეს დაცული ტერიტორიაა. ტურისტებს შეუძლიათ ტბაზე ნავით გაისეირნონ და ულამაზესი ხედები დაათვალიერონ. პალიასტომის ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი. იგი მთლიანად კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრებშია მოქცეული. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ეს მხარე კოლხეთის სამეფოდ იწოდებოდა, რომლის მეფეც ჰელეოსის, ბერძენთა მზის ღმერთის შვილი აიეტი იყო. არგონავტები ოქროს საწმისის, როგორც სიმდიდრისა და კეთილდღეობის მოსაპოვებლად სწორედ აქ, კოლხეთში ჩამოვიდნენ. ეს მიწა ოდით განსაოცნებო მხარე იყო უცხოელთათვის.